ის ჯიბეში ხელი არ დაფიქსირებულია და მოდიხარ თქვენ იღებთ სურათს და მე სხვა სანემ და როგორ იღებს სურათსო მე არ მithქვამს უთხრა ეპისკოპოსის თანაშემწე თქვენ რაც გააკეთეთ იმაზე თანაშემწე მამაო მე ბოდიში მე არ გიცნობ თქვენ და მე შეშია ცნობა ფაქტზე გელაპარაკები თორე შეიძლება ცნობაზე არ აქვს საუბარი მე ახლა ვარ ეპისკოპოს და მოვედი ტაძარში ჩეველის რანგში ეპისკოპოს ახდნენ კიდე სასულიერო პირები სასულიერო პირებმა მაგრამ ეს კადნიერად ჩეველი თქვენ რო იღებდით სურათს იმის შემდეგ მოხდა მე ლოცვა კურთხევა მაქვს ეპისკოპოსს და ვიგითხოთ ამას არ აქვს ლოცვა კურთხევა ვიგითხოთ ამას არ აქვს ლოცვა კურთხევა ისი ჩემი ვიდელი ვარ და მივეც ლოცვა კურთხევა კი ბატონო მაგრამ რა კადნიერად ეხლა მარჩა როგორ მოვიქცე მე უძაელს ეგრესიაში უდელი მე ჯვარს ვერ ხედავ თქვენსაც მაგრამ უდელი რო ყოფილიყო მამაოთ მოგმართავ მამაო ხართ კი ბატონო მე ჯვარი არა იყო ეგეთი აზრი ვითომ ფორმებს ჩაიცვამენო და მოვლი დამშვიდებული ვარ კი გადავუვით ჩვენს გადავგვიღეთ თუ რა მიიღო კაგებეშნიკები უნდა დაფიქსირდნენ ხოლმე მოგზანდა და წაიკითხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსის მომავალი. ჩაწერეთ. ადამიანთან ერთად მოვიდა, რომელიც ცოტა ხნის წინ გაზეთში წერდა არქიმანდრიტი გრიგო ლაბაშიძე წმინდანებზე მამათმავლები იყვნენ. თქვენ გაარკვიეთ ახლა ვინ უდგას გვერდში. გრიგო ლაბაშიძე გამოგზავნილია საპატრიარქოდან. საპატრიარქი არა, ეპარქია, კაგებედან. კაგებედან წევრი არ არის. ისევე როგორც თქვენ. ჩვენი ეპარქიის წევრი არ არის. თქვენ არ ვიცნობთ მე ვინ ვარ და იცნობ უკვე დღეიდან. ხო და მეუფე მობრძანდა წაიკითხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით მისი ქორეპისკოპოსის ბრძანება და წავიდა. თქვენ ვიმბრძანდებით მეუფესთან რო ხართ ხოლმე. მე ვარ ეპისკოპოსის მრჩეველი. ეპისკოპოსის მრჩეველი არ აყავს ჯერ ესე. ეხლა ვსწავლობ საზღვარგარეთ. რას ვის ელაპარაკებით უშროების სამსახურის თანამშრომლებს გავანებეთ თავი რა. მოდით მიბრძანდით თქვენ რა ჩვენ არ გვაგებთ მამა. არა ისი. არც ერთი დამამტკიცებელი. ხელი გამიში. ხელი გაწი ეკი შენ. უზრდელო შენ. მე ბოდიში მოვკიდე მაგრამ მე შენ შეიძლება მაგაც ხო არ გონი უზრდელო შენ. არ გაძვანდებული. რა ვიშელა რატო ელაპარაკები? სასულიერო პირის შენ კაია ხო ხელები დაჭერა. გადი აქედან გადი. გაზარი ყველასია. არ ელაპარაკო დაანებეს თავი. არ ელაპარაკო საერთოდ დაანებეს თავი რა. არ გაგანდებული. აი არა უყეთ არა მადლობა. შენ რა მაზიკი ხალხი ესე არ დაელაპარაკო მაგრამ შემოდი ჩიგდ.
იმ დიდი ზეიმისა, რასაც ქვია ქრისტიანების ერთად შექმნა. წირვის დროს არის ერთი ადგილი, როდესაც საკურთხეველში სასულიერო პირი, ხოლო ერისკაცი გარე. ჩვენთან არის ღმერთი, არც და იმის. ერთმანეთს გულოცავთ. ქრისტიან შეიშობის, არც და იმის. ერთმანეთს გულოცავთ ამ სიტყვას. ქრისტიან შეიშობის, არც და იმის. ჩვენ ერთმანეთს გულოცავთ ამ სიტყვას. გაგაზიაროთ მაღალმა ღმერთმა და როდესაც ჩვენ ამ სიტყვას ვამბობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტეს სახელით 2 და 3 ადამიანი მაინც არის შეკრებილი, როდესაც ვამბობთ ქრისტიან შეიშობის, არც და იმის. და პასუხი არის არც და იმის. ჩვენ ყოველთვის ქრისტიანების მისი მაცხოვრის სიტყვების მიხედვით 2 და 3 საგზავნიდაო საკადაგება. ანუ თან ეუბნება, სადაც 2 და 3 შეკრებები ჩემი სახელით, მეც იქვალ. ჩვენი შეკრება ქრისტეს სახელით არის. ჩვენი შეკრება მაცხოვრის სახელით არის. ჩვენი საფუძველი, ჩვენი შეკრებისა, ჩვენი ურთიერთსიყვარული არის. ჩვენი ძალა ჩვენ სიყვარულში. ჩვენი ძალა ჩვენ ერთადგომაში, ქრისტეში ერთადგომაში ხორო. ერთადგომა ბოროტებაში და შეიძლება. ქრისტეში ერთადგომაში ჩვენი ძალა. მაგრამ ჩემო კარგებო, ჩემო ძვირფასებო, ჩემო სულიერო შვილებო და ჩემო აქ მობრძანებულო სტუმრებო. ხშირად თითქმის ხშირად ჩემ კადაგებაში ვამბობ ხოლმე, როდესაც ჩვენ ვამბობთ ქრისტიანი ვარ და ვიწყებთ ქრისტიანულ ცხოვრებას, ქრისტიანობა განსაცდელების დათმენა, ქრისტიანობა წინააღმდეგობების გადალახვა არის, სულიერი შინაგანი წინააღმდეგობების გადალახვა, მოთმინებითა და სიყვარული. რას ამბობს უფალი? მომბაძეთ მე რამე თუ 7 ვარ და დაბალულითა და ყოველ განსვენება სულთა თქვენთან. მომბაძეთ მე რამე თუ 7 ვარ და დაბალულითა. ანუ სიმშვიდე და თავდაბლობა. ეს არის ჩვენი უდიდესი იარაღი ეშმაკის წინააღმდეგ. მაკარე დიდის მაგალითს შეგახსენებთ, ჩემო ძვირფასებო. როდესაც უდაბნოში მაკარე დიდი მიდიოდა თავის ქალა და გამოსდაოდა კვერთხი დაკრა და უბრძანა ვინახავ გამომეცხადება და ვინმე წარმართი ქურუმი და უკაცრავად სხვა პატერიკი და სხვა მაგალითები და მოგიფალო. ეშმაკი დაუდგება წინ მაკარე დიდს და ეუბნება შენო მართულობ მე საერთოდ არ ვჭამ. ანუ ამაში ეშმაკი ჯობნის მაკარე დიდს და ყველა ჩვენთან. შენო გვიზარებაში ხარ. მე საერთოდ არ მძინავს. აქაც ჯობნის ეშმაკი ყველა ჩვენთანაც. მაგრამ რათითაც მე შევერ გამარცხებ, ეს არის რომ სიმშვიდე გაქვს, საოცარი სიმშვიდე და თავდაბლობა გაქვს. მაშინ უბრძანა მაკარე დიდმა ეშმაკს რომ გაშორებოდა და ის გაშორდა. ჩვენი უდიდესი იარაღი ეშმაკის წინააღმდეგ საბრძოლველად ეს არის სიმშვიდე და თავდაბლობა. ასე გვასწავლეს ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე საუკუნეების მანძილზე დღეს წარსულში აზრში და მომავალში. ჩვენი უდიდესი იარაღი არის სიმშვიდე და თავდაბლობა და სიყვარულით სავსებულები. გაგაზიაროთ მამამა მერქვა. ქადაგებაში ხშირად მივხვია და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო. ჩვენი ძალა ჩვენ უნდა ყველა შემთხვევაში პირველ რიგში ჩვენ თავს და მერე ჩვენს ახლობელს. უნდა მივუთითოთ, როდესაც ის სოდვაში. მაგრამ უნდა მივუთითოთ, რადგან ბიბლიაში წერია, ერთ-ერთი წიგნში წერია ბიბლიის, რომ თუ შენი ძმა სოდვაშია, შენ და შენ მას არ ეტყვი, შენ დაიჟები მასთან ერთად. ის დაიჟება თავის სოდვაში და შენს მასთან ერთად დაიჟები. თუ შენ მიყვარ და ეტყვი შენ ძმას, რომ ის სოდვაშია, მაგრამ არ მოისმენს, ის დაიჟება თავის სოდვის გამო, მაგრამ შენ თავისუფალი ხარ. ხოლო თუ შენ მიყვარ, ეტყვი რომ ის სოდვაშია შენი ძმა და შეისმენს, ძმა შეგიძენიო. ანუ ყველა შემთხვევაში ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე. ყველა შემთხვევაში ჩვენი რას ამბობს მღვდელი, ჩემი და ერისხავს აი ვასწავლო, როდესაც იმოსება მღვდელი წირვის დროს, ფილონის ჩაცმისას ამბობს ამ სიტყვებს. მღვდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე. სადაც არ არის სიმართლე, ის არის იქ არის ეშმაკი. სადაც არ არის ეშმაკება, უკაცრავად, იქ არის ბოროტისული.